განვითარებულ საქართველოში ბატონო დავით ქართველები უმცირესობაში უნდა ვიყოთ. რა სიტყვით ამაზე? ესე ანუ საწავიდეთ როგორ ვქნათ რა საქართველოს როგორ შევინარჩუნოთ და განსხვავდება თუ არა მე მაგალითად განსხვავებას ვერ ვხედავ იმიტომ რომ იგივე ეს სულისკვეთება ემჩნევა ამ ხელისუფლებასაც სოფელი გლეხობა ტეხავს სოფელი უნდა დაიცალოს და დაცლილია მიწები იყიდება და მალე თუ უკვე არა ვართ უმცირესობაში მალე აღმოჩნდებით ხო უმცირესობაში ჩვენ საკუთარ სამშობლოში თქვენი აზრი არა მარტო სოფელი ქალაქებიც იცლება სამწუხაროდ მაგალითად ჩემი შვილიშვილის თანაკლასელები წელს 3 უცხოეთში მიდიან საცხოვრებლად ბავშვი მეხუთე კლასშია ერთი ამერიკაში ორი ევროპაში მშობლები მიდიან ისინიც მიდიან თბილისიც იცლება უბნებს ვეღარ ეცნობთ ის მოსახლეობა აღარ არის როგორიც იყო რომელიც ჩვენ ყავდა გირჩის ფენომენი ეს უცნაური ფენომენია ამას გააჩნია ერთი პატარა დადებითი მომენტიც კი, მაგრამ მე ჯერ უარყოფითზე ვიტყვი. ეს ხალხი როგორც წესი არ არიან უნიჭო ადამიანები. როგორც ყველა ქართველი სხვადასხვა ქართველები ნიჭიერი ხალხია ყველანი, მათ შორის ესენიც გირჩის წარმომადგენლები. ბატონი ზურა ჯაფარიძეც და სხვაებიც. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბოლო წელიწად ნახევარში, ისინი ასრულებენ სხვის დავალებას და ამაში იღებენ გასამგრძელოსაც. აი ეს რაც დაკავშირებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არეულობის მოწყობასთან და ყველაფერთან ეს არ ხდებოდა თავისით. იმიტომ რომ ისინი ამაში ფულს იღებდნენ, იმიტომაც ლაპარაკობენ ასეთნაირად. შენ რომ ამბობ რომ ჯარი არ არის კარგი, ახალგაზრდა ჯარში არ უნდა წავიდეს, მაგრამ ამასობაში რომ ფულს იღებ და გამოაცხადა ერთ-ერთმა გირჩელმა რომ 23-ში თუ არ ვცდები 150,000 ლარი შეუვიდათ ქართული ახალგაზრდებისგან, ვინც გაათავისუფლეს ჯარიდან. მაგრამ კარგი მომენტი გირჩი სხვა რაღაცაა. როგორც ყველა ორგანიზმს, ცოცხალ ორგანიზმს, როგორც ანუ მთელ ხალხს და ერს, ისევე როგორც ადამიანის ერთი ცალკეული ორგანიზმი რა ვიყოთ, აქ ვირუსები იქნება, ანთებითი პროცესები იქნება თუ რა იქნება, ის შენ გაჩვენებს, სად გაქვს სუსტი წერტილი. და როდესაც ეს გირჩი ამ როლს თამაშობს, ისინი ესეთები შეიძლება არც კი არიან. გასამგრძელოს გამოაკეთებენ, რატო აკეთებენ თუ ანუ ვირუსების და ბაქტერიების ესენი არიან ბაქტერიები. შენ უნდა ამოიცნო და უნდა აღკვეთო. ჯარის საკითხში გაცილებით უფრო დამნაშავე არის ოცნების ხელისუფლება. კარგი ერთი პარტია არის, რამოდენიმე კაცია, რამოდენიმე 1000 მხარდამჭერებიც აღავს, ბევრი ხმებიც კი აიღო ახლა მეორე გირჩმა. ზურა ჯაფარიძეზე არ ვლაპარაკობ. მაგრამ 3 წელი და 4 წელი რო აძლევს საშუალებას. აქედან ფული აიღოს, ბიჭები ჯარში არ წავიდნენ და ყველაზე დიდი უბედურება, სარწმუნოება გამოიცვალა ამის გულისთვის და შენ როგორც სახელმწიფო ეს არ აღკვეთო. შენ ვლაპარაკობ სუვერენიტეტზე, ეკლესიის პატივისცემაზე, იმ შენ სანთლებს ფასი ეკარგება, კაცო. პირველივე თუ ეს აღკვეთეს ყველაფერი, კანონ შენია პარლამენტი, შენია მთავრობა, ყველაფერი შენია, აღკვეთე რა. რატო აძლევ ამის საშუალებას? ასე რომ აი ამ გირჩზე მე ასე ვიტყოდი რა. თუმცა ჩვენ გირჩზე არა, ჩვენ ხელისუფლებასაც ასეთი ხედვა აქვს, ხო? ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა და დიდი დანაშაული აი ეს საკითხებშიაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ხალხატონი ნახან თქვენ შეეხეთ ახლა ამ საკითხს, მოდით ჩვენ მაინც შორიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკაში. ეს არის თავისუფალი ბაზარი და მინდა რომ დავახასიათო რას ნიშნავს თავისუფლება, თავისუფალი ბაზარი და საბაზრო ეკონომიკა. ჩვენ აქეთკენ მოვისწრაფოდით კომუნისტური რეჟიმის ცხოვრებიდან, იმიტომ რომ იმ ცხოვრება მანახა რომ თურმე სახელმწიფო საკუთრებას ეკონომიკისთვის ბევრი კარგი რამ არ მოაქვს. შეიძლება შეიარაღება კარგად გამოუშვა, მაგრამ საჭმელს და ტანსაცმელს ვერ აწარმოებ და ვერაფერს ვერ გააკეთებ. ამიტომაც დაინგრეს აქვს დაკავშირებით ყველაფერთან ერთად. მაგრამ ჩვენ რომ აქეთკენ მოვისწრაფით, იმავდროულად ჩვენ არ ვიცით პრაქტიკულად 99% არ იცის რას ნიშნავს მართლაც საბაზრო ეკონომიკა და რას ნიშნავს თავისუფალი ბაზარი. მე მინდა რომ ყველაფერი დავახასიათო და მინდა რომ დავიწყოთ ძალიან შორიდან და ვილაპარაკო ორ დიდ ქართველზე. იმიტომ რომ სიტყვა თავისუფლება ამ ორ კაცთან აღიქმება ჩემთვის და მეორე ქართველისთვის. ეს არის ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. მე-20 საუკუნის გიგანტები შეიძლება ითქვას. მაგრამ ღმერთმა მათ სხვადასხვანაირი დანიშნულება მიანიჭა. ზვიად გამსახურდიას
ებოძა ხალხისგან და ღვთისგან, რომ აი 1000 წლის მანძილზე რომ ასეთი დოკუმენტები რომ არ იქნება, იმ დოკუმენტის ავტორი არის, რომელიც ბრძოლით ჯერ კიდევ 15-16 წლის რო იყო იქიდან დაწყებულმა გამოიარა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით დაამთავრა. და ამით მან შექმნა უზარმაზარი ისტორიული ფენომენი. კი ბატონო. მშვიდობიანი ბრძოლის გზით, როგორ მოიპოვა 500 წლის განმავლობაში მონობაში მყოფი ქვეყნის თავისუფლება. ეს რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას. რაც შეეხება მერაბ კოსტავას. მერაბ კოსტავა ეს არის სიმბოლო თავგანწირვისა. იმიტომ რომ თავგანწირვის ამ მასშტაბის პიროვნება ალბათ მე-20 საუკუნის საქართველოს არ ყოლია. ეს არ ნიშნავს რომ ის აღემატება ზვიადს, ან ზვიადი აღემატება მას. მათ ასეთი ბედი არ გუნა ბედმა, რომ თავგანწირვა მე ვლაპარაკობ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, თორე ზვიად გამსახურდიას თავგანწირვა არანაკლები არის იმ დღემდე როცა გარდაიცვლება. თუმცა მოკლავენ მას ის თავს არ მოიკლავდა. თქვენ ახლა ზვიად ძალიან ახლო იცნობდით და მე ბოდის გიხდით რომ არა, ნამდვილად არა, თავს ნამდვილად არ მოიკლავდა. და ამ ფენომენი ძალიან ავსებდნენ ერთმანეთს, ბატონი ზვიადი და ბატონი მერაბი. აი რაც აკვდა ზვიადს ქონდა მერაბს, რაც მერაბს აკვდა ქონდა ზვიად. რაღაც საოცარი ის იყო რა ქვია. მაგრამ ხალხის თვალში ნახეთ როგორი ფენომენია. დღეს ხო უკვე ყველა აღიარებს ზვიადის უპირველესობას ყველაფერში, რაც კი რაიმე შეიძლება ყოფილიყო. ის ძველი ეროვნული მოძრაობის წევრების, რომლებიც მას გაუდგნენ და ადრეშიც ჩაიგდეს თავიანთი დავიდა ქვეყანა ყველა მიწის. მაგრამ სახალხო შეხედულება ქვეცნობიერად მაინც როგორ რჩება იცით? ზვიადმა მაინც მიაღწია სახელმწიფო სადავეებთან მივიდა და რაღაც პრეზიდენტი გახდა ბოლოს და მერაბ კოსტავა არც პრეზიდენტი გამხდარა და არც პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო და არც. ესე იგი, მან მოკლეს. ეს ხო მოკლეს. მაგრამ ხალხი ამჟამად როგორც ხვეცით არსენას მოდელი რო არის და სახალხო აჯანყების გმირი და ეს წარმოსაყვანში, ანუ მერაბს თავგანწირვის, ასე იგი არანაირი მიღწევა არ ქონია მას სახელმწიფო გზაზე, მაგრამ ის მაინც თავდადებული და თავგანწირველი კაცი. ის მაგალითი იყო თავგანწირვის. მაგალითი იყო. ეხლა მოვდივარ რასთან, ნახეთ ხალბატონო. ეს ორი დიდი კაცი, თავისუფლების სიმბოლო და მათ შორის გამორჩეულად მერაბ კოსტავა, რატომაც მე ხა ჩემი პოზიცია მოგახსენეთ. ეს თავისუფლება ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის წარმოდგენაში არის ხელშეუხებელი. ამიტომ ის რაც დაკავშირებულია თავისუფლებასთან, იქიდან რაიმე უკან დახევა ნაბიჯი გვერდზე მარჯვნივ თუ მარცხნივ საზოგადოების თვალსაჩინო. რო არ გადადგა ზვიად გამსახურდიამ არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, იმიტომაც მოკლეს დიახ. ხო, მაგრამ ხალხმა და მოკლედ თავისუფლებისგან უკან დახევა არ შეიძლება. ეს არის კანონი საქართველოს. აქსიომი. მაგრამ როცა შენ არ იცი რას ნიშნავს თავისუფლება და იცავ იმ თავისუფლებას, რომელიც გონია რომ თავისუფლებაა, მოდიხარ იმ უბედურებაში, რაც საქართველოში ტრიალებს. და ეს არის პრობლემა საქართველოს სამივე ხელისუფლებისა ზვიადის შემდეგ. შევარდნაძისა, სააკაშვილისა და ივანიშვილის ეპოქებისა. ამიტომ ახლა ჩვენ დავახასიათოთ რა არის თავისუფლება და რა შეიძლება ჩვენ საზოგადოებას დიდ წრეს და აქედან დავბრუნდებით უკვე იმ ეკონომიკაში, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ ემსახურება არც ქალაქს, არც სოფელს, არც ქართულ მოსახლეობას. მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს. მაგალითად, აი თქვენ მაჩვენეთ ვიდეო კადრები, ეს ორგანიზაცია და სხვაებიც ამბობენ, რომ რეგულაცია არაფრით არ შეიძლება. საბჭოთა კავშირი იყო ეს რეგულირებოდი ეკონომიკის სახელმწიფო, ყველაფერი რეგულირდებოდა და ჩამოიქცა ეკონომიკა. მართლები არიან, რომ თქვათ. მაგრამ როცა ჩვენ რეგულაციასთან ახლოს მივდივართ და ასეთ რამეს ვიტყვით, რომ შუქნიშანი გზაჯვარედინზე ეს არის რეგულაცია. შუქნიშანი არეგულირებს მოძრაობას გზაჯვარედინზე. და ახლა რომ მოინდომოს რომელიმე ადამიანმა ან პარტიამ ან საზოგადოებამ რომ ჩვენ რეგულაცია არ გვინდა და გზაჯვარედინიდან შუქნიშნები უნდა ჩამოვხსნათ. რას მივიღებთ ქვეყანაში? ქაოსს არა გზაზე უпростоრად რა. იქ შენ ვეღარ გადაადგილდები. ანუ შენ ამ რეგულაციით მისი ჩამოხსნით იღებ ქაოსს. ჩვენი ეკონომიკა აბსოლუტურად ქაოტურია და ქაოსურია. და ამიტომაც ჩვენი ამოცანა არის ის, რომ განსაზღვროთ ზუსტად ის რეგულაციები, რომელიც არის მინიმალურად აუცილებელი, რომ მართლაც იყოს თავისუფალი და მართლაც იყოს ნამდვილი საბაზრო ეკონომიკა. აი შესავალი გავამევიდა ასეთი. თუ თქვენ ამ მეკითხვა გაქვთ, მე გავაგრძელებ. არა, გააგრძელებ. კი ბატონო. დიახ. ამ რეგულაციებთან დაკავშირებით
ამის ასე ვთქვათ ფუძემდებელი არის კახა ბენდუქიძე, გარდაცვლილი ახლა ის კაცი, ის იყო რუსეთის ურალმაშის გენერალური დირექტორი, წილსაც ფლობდა, ეს საიდუმლო სამხედრო ობიექტია და ახლა ის კაცი ამის ფლობელი და დირექტორი იყო, ალბათ რაღაც ინფორმაციების ჰქონდა იმ სახელმწიფოსთან, სადაც მუშაობდა. მაგრამ შემდეგ მოხდა რომ ჩამოვიდა საქართველოში, ეთქობა არ მოსწონდა ეს რეგულაციები, რაც იყო რუსეთში და მოითხოვა რომ ყველაფერი მოესწრო, რაც კი რეგულაცია შეეხებოდა. მაგალითად, ჩვენ თუ გინდა კორპუსი ააშენო, არ უნდა მიხვიდე წინასწარ არც თბილისის გაზში, არც თბილისის წყალში, არც თელაში, იმიტომ რომ შენ არ დაკარგო დრო და კიდევ რაღაც წერილი არ მიწერო და კიდევ რაღაც ფული არ წაგლიჯონ. და მივიღეთ ერთი მაგალითი, ჟვანიას ქუჩა რო არის, აი კეკილიდან რო ავდივართ. იქ არის კორპუსები 25 სართულიანები აშენებული. წყალი არა აქვს, შლანგებით აქვს წყალი 25 სართულზე ლამისაა. არ არის ეზოები, მანქანა რო გააჩერო და იქ გზა ვერ ეტევა. ესე იგი ელემენტარულმა რომ მოხსნი მთელ რეგულაციას, ელემენტარული რეგულაციების არარსებობა იღებს ისეთ შედეგს, როგორც ჩვენ ჟვანიას ქუჩაზე მივიღეთ. და აქ ეს ყველაფერი შემდეგ აიტაცა ნაციონალურმა მოძრაობამ და დაიდეს ასეთი სოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მაჩვენებლების მთელი სისტემა, რომელსაც ეკუნა doing business-ი, ანუ ბიზნესის კეთება. და საქართველოს ხან 21 ადგილზე იყო, ხან მე-19-ზე, ხან მე-18-ზე და ეს იყო ჩვენი ქვეყნის ბედნიერება 7 წლის განმავლობაში. მოვიდა შემდეგ ოცნება და ეს ეკონომიკის მინისტრებმა დაწყებული გიორგი კვირიკაშვილით ისევ ეს doing business-ი იყო, მოკლედ ამის კეთება ბიზნესის იყო, თავარი რომ რეგულაცია იყო და არ მოხდეს საკარაფერი და ასეთი გზა, აი ეს გზის გაგრძელებაზე ვლაპარაკობ, რა გზა გამოაგრძელეს. ამ მდგომარეობაში სოფლიო ბანკმა გამოაცხადა, რომ ეს არის უსარგებლო და სულელური სისტემა და მოხდა და გააუქმა 5 წელს უკან ეს შენი doing business. და აღმოჩნდა რა, რომ ერთი სასიკეთო მაინც გაუკეთებია სოფლიო ბანკს. აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი რისკენა ჩვენი ორი ბოლო ხელისუფლება მიისწრაფდა და მიისწრაფის, მაინც და მაინც კარგი არის ეკონომიკისთვის. და ვარ ჩვენ ამ მდგომარეობაში. მეორე არის სოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, VTO-ს რომ ეძახიან, WTO, სოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, სადაც ჩვენ შევედით, იქ ნებადართვით რუსები რო შესულიყვნენ და ამ VTO-ს კანონმდებლობაში ისეს ბენდუქიძის მოთხოვნით იყო მაშინ შეიყვანა შეცდომაში იმდროინდელი ხელისუფლება. ამ VTO-ში ჩვენ შევედით როგორც ყველაზე თავისუფალი რეგულაციებისგან ქვეყანა. ყველაზე დაბალი საბაჟო გადასახადები, ყველაფერი და ეს გადასახადების მოხსნა საზოგადოების და ხალხის წარმოდგენაში მათ გონიათ ეს კარგია. აი შენ რომ საზღვარზე საბაჟოს არ გადაახდევინებ ვიღაცა იმპორტიორს გონია რომ ეს ძალიან კარგია. არა რაგაცო, ის შენი წარმოების დარგები რომელიც გაგაჩნია. იმპორტიორს უნდა გადაახდევინო. უნდა გადააბარო, აგერაც ბზანა გირჩი წარმომადგენელმა. უნდა გადააბარო უცხოელებს, უნდა შემოეტანონ იმათო პროდუქცია, უნდა აყარო სოფლები, მერე უნდა აყარო ქალაქები და ეს ქვეყანა გახადო პაკისტანელების დასახლება. ეს ცალსახად ხომ ცუდია. ნახეთ რა არის ქალბატონო, მე მინდა რომ გავიმარტო მაინც რა. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ რეგულაცია მაინც და მაინც კარგია და რომ საბაჟო გადასახადები მაინც და მაინც კარგია. ჩვენ ხედავთ ახლა დღეს სოფლიოში მიდის ომი საბაჟო გადასახადების გამო. ტრამპმა გამოაცხადა რომ მას ყველაზე ძალიან უყვარს საბაჟო განაკვეთი. ეს თქვა მან ასე 3 თვის წინ და ჩინეთთან ომი აქვს ეკონომიკური მოილაპარაკეს, კანადასთან ომი აქვს, ევროპასთან ომი აქვს, ომები მიდის საბაჟო განაკვეთებით, იმიტომ რომ ისინი ამით იცავენ თავიანთ თავს და ჩვენ დავიმსგავსეთ ხეხილის ბაღს ან ბოსტანს, რომელსაც ღობე შემორღვეული აქვს და ვისაც გაეხარდება შემოდის ამ შენ ბოსტანში, ხეხილის ბაღში და ამას გითელავს და გინადგურებს და შენ ამის წარმოების თავის აღარ გაგაჩნია. შენ ვეღარა წარმოებ ვეღარაფერს. ჩვენ ახლა საჭმელთან მოვიდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ასევე ვრცელდება სამრეწველო დარგებზე. სადა გვაქვს მრეწველობა? მრეწველობაში გულისხმობ ტანსაცმლის წარმოება, მრეწველობა არა, სუბუქი მრეწველობა. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი და სად რას ვაწარმოებ? არაფერი არ აქვს. არაფერი არ აქვს. და ეხლა კიდე მოვდივარ, ეხლა მე წინა მებს ვამზადებ შესავალივით, რომ შემდეგ გადავიდე უკვე მოქმედების გეგმაზეც რა. 2 დღის წინ სოფლიო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოიწონა, რომ სავალუტო ფონდმა ჩვენ ეკონომიკა შეაფასა ძალიან დადებითად. რომ ჩვენი ეკონომიკა იქნება 7% ზრდა, რომ ბოლო 4 წელიწადია 10%-მდე ვარ ჩვენ ზრდით, რომ ჯობი ვარ სხვა ქვეყნებს და ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ძალიან კარგია. ესე იგი, ნახეთ რა გამოდის რა. აი წარმოვიდგინეთ ქართველი მაყურებელი.
მან არ იცის არ უსწავლია მაკროეკონომიკა ბატონო. ყველა არა ვართ ვალდებული რომ ვიცოდე. არავინ არ არის ვალდებული, სულ 20 კაცი ეყოფა, ვინც ისწავლა თელ ქვეყანას, მეტი არ საჭირო. მე აბსოლუტურ უმრავლესობაზე. არ იციან, მაგრამ ნახეთ რა შეერჩა ხელში. საქართველოს ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ეკონომიკის ყველაზე ნაკლები რეგულაციაა. ადამიანები ფიქრობს რომ ეს კარგია. ჟვანიას მოგიყვანეთ. მოგიყვანეთ რომ რეგულაციები რომ შუქნიშანის რეგულაცია პასუხობთ ყველაფერზე რა. თუ მოხსნე, ჩამოხსნე შუქნიშანს მიიღებ თავს. მეორე ესეა საქართველოში დღეს. მეორე საკითხი, რომ საბაჟო გადასახადები ყველაზე დაბალია. ესე იგი კარგია, რაც კი შემოუს ხუთიდან, შენ გექნება დაბალი ფასები. წარმოიდგინეთ რომ დაბალი ფასები კი არა, ჩვენთან პროდუქცია იმაზე უფრო ზვირია, ვიდრე გერმანიაში და ბრიტანეთში. წარმოგიდგენია? და თან ჩვენი პროდუქციის ხარისხი გაცილებით დაბალია ვიდრე გერმანიაში და ბრიტანეთში. მე ხლა გერმანიაში გულისხმობ მთელ ევროპას რა. რატომ? ამასაც მოგახსენებთ, რატომ მოწყდება ეს ყველაფერი? ძალიან ზვირია ყველაფერი ჩვენთან. ყველაფერი კაცო, წყალიც, პურიც, პურს არც სურნელი გააჩნია, როგორც ქართულ პურს უნდა კონდეს მაღაზიაში რასაყიდება. და არც გემო არ გააჩნია რა. გინდა გიჭამია, გინდა არა. და არც გაკმაყოფილებს რომ ამიტომ ბევრი ის მოთხოვნილება გიშდება რომ ერთი ნაჭერის მაგეთ 8 ნაჭერი შეჭამო რომ იქნება შიმშილო საოცარი ფასები აქვს პურს. პურს კიდე საოცარი ფასებია. და გვახსოვს 30 კაპიკიანი პურები. ეხლა რასაც პური ქვია რომ იყიდო ერთ პურში 7-დან 8 ლარი გადაიხადო. და კიდე იმას მიაგნებ რომ პურია კიდე უცხოური და რაღაც პატარა ადგილები არის. ახლა მაგას თავი დავანებოთ. მე მოსახლეობაზე ვლაპარაკობ. მართლაც კაცო სავალუტო ფონდი გამოვიდა. ანუ ადამიანები მოქალაქე ფიქრობს რას რომ ყველაზე თავისუფალი ეკონომიკაა. ყველაზე დაბალი საბაჟო გადასახადებია. ხოდა შორის საგადასახადოში როცა მე მუშაობდი, მაშინაც ჩემ დროს მოხდა როცა საქართველოს საგადასახადო ხელმძღვანელი ვიყავი, მაშინ გადასახადები ისე შემცირდა რომ ჩვენ შეკითხვა ქვეყანა არ არსებობს. ყველაზე დაბალი გადასახადების ქვეყანა საქართველო. რო გამოდიან ხანდახან ლაპარაკობენ რომ გადასახადები შევამცირებ, კიდე რომ შეამცირო, გადადიხარ ოფშორული ზონის ქვეყნის დონეზე. შენ გადასახადები აღარ გექნება. ამას დაბალი გადასახადი არც კი არსებობს. ესე იგი, გააქვს ყველაზე დაბალი გადასახადები საბაჟო და საგადასახადო. გააქვს ყველაზე არარეგულირებული თავისუფალი საგადასახადო რას ნიშნავს? ესე იგი, საბაჟო გავიგე, საგადასახადო? დამატებული ღირებულებზე გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, აქციზი და ასე შემდეგ. და გააქვს კიდევ სავალუტო ფონდი გამოდის და მართლა ზრდა გაქვს საუკეთესო რა. და ფიქრობ კაცო ესეთი кай ქვეყანა არა ვერა არავინ არ ფიქრობს იმიტომ როგორც კი მაცივარს გააღებს ან ჩაიხედავს თავის იმაში თუ ესეთი კარგი ცხოვრება არის ყველაფერი რატომშია კაცო მე რატომშია საქართველოს მოსახლეობის 80%-ს გამაგებინე რა ხო ამაშია საკ 80% მშიერია შიმშილი არ ნიშნავს ქუჩაში ძილს და მარტო გახდომას შიმშილი ნიშნავს რომ შენ კალორიები გაკლდება შენ შვილებს ჩვენი საქართველოს ბავშვებს კალორიები აკლიათ კატასტროფულად მათი გონებრივი განვითარება ოდნავ შემცირდა სხვადასხვა იმიტომ რომ ისინი იმ საკვებს იმ ხარისხიან საკვებს და რაოდენობას ვერ იღებენ და ამ განათლების სისტემის დამატებით კიდევ კი ნახეთ ახლა იუნესკოს გამოკვლევა რომ ჩვენ ბავშვებს ძალიან დიდი ჩამორჩენა აქვს ყველასთან ჩვენ ძალიან ჩამორჩებით ყველას სიტყვების მარაგი არა ჩვენს ბავშვებს ქართულ ენაში მოკლედ ხალბატონო ნინო ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში რომ ყველას გონია რომ კარგად უნდა ვიყოთ და ვართ ძალიან ცუდად. კაი, აბა რაში აი მაშინ როდესაც გამოდის პრემიერ-მინისტრი და ესე იგი ტრაბახობს, აი ჩვენ ესეთი ეკონომიკური აღმავლობა გვაქვს. ხო? როდესაც ამბობს ის რომ ეს უვიზო რეჟიმი მას სჭირდება, იმიტომ რომ ბიზნესი განვითარდეს. მაშინ საქართველოს მოქალაქე რას იღებს ამით? რას ნიშნავს ეს ეკონომიკური აღმავლობა? განაწილების მაჩვენებლით, რომელიც სოფლიოში არსებობს, ჩვენ ვართ ყველაზე გაუბედურებული ქვეყანა. განაწილება რას ნიშნავს? ქვეყანას როცა აქვს შემოსავალი, ის როგორ ნაწილდება მთელ მოსახლეობაში. ჩვენთან მოსახლეობის 15%-ს აქვს მაღალი შემოსავალი და 85-ს, რომელიც ძალიან არის მოწყვეტილი ამ ყველაფერს, აქვს ძალიან დაბალი. ამას ყურადღებას არავინ რატომღაც არ აქცევს. ეს საერთაშორისო ყოველწლიური მაჩვენებელია და იქ შეგიძლია შენ თავი შეადარო ნებისმიერ სოფლიოს ქვეყანას. და რატომ ამას არ ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი? თქვას რატომ არის ასეთი წყვეტა ღარიბებსა და დიდრებს შორის, რომელიც კიდევ იზრდება და იზრდება? და საშუალო ფენაზე ლაპარაკი. მე ვიტყვი ორ რაღაცას, რომელიც მართლაც კარგია საქართველოს ეკონომიკის თვალსაზრისით, მაკროეკონომიკული მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს გააჩნია საგარეო ვალისა ერთიან შიდა პროდუქტთან ჩვენთან სულ ჯერჯერობით არის 36%. პანდემიის დროს ვიყავით 50-ზე ასულები. 50-იც კი ნორმალურია, ეს ჩარჩოებში ჯდება. 60-მდეც კი შეიძლება რომ ქვეყანა ჩათვალო რომ არ არის ცუდ კალაპოტში, ეკონომიკურ კალაპოტში. ეხლა გვაქვს ძალიან დაბალი 36, რაც ძალიან კარგს ნიშნავს ჩვენთვის.
იმიტომ რომ საგარეოვალი მაინც და მაინც არ შემცირებულა, მაგრამ ერთიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა, მაგრამ ეხლა მოვდივარ იმასთან, რის ხარჯზე გაიზარდა ეს ყველაფერი. ეს მაჩვენებელი ერთიანი შიდა პროდუქტი როგორ გაიზარდა? აი ეხლა მანდ მოვალ მე რას ნიშნავს ამის გაზრდას ქალბატონო ნინო. და როდესაც ჩვენ ამ მაჩვენებელზე ვლაპარაკობთ, მართლაც კარგია. მეორე მაჩვენებელი რაღაც დარგი რო ავიღოთ, მაგალითად, როდესაც ტრანსპორტი ხა ჩვენ დელეფრანტ აღვიქვავთ ჩვენ თავს და მართლაც გაიზარდა, თუ არ ვცდები 10%-ით გაიზარდა ერთი წლის ბოლო წლის განმავლობაში საკონტეინერების გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე. კარგია რა ჯობია ამას. ეს მართლაც კარგი ეკონომიკური დარგის კარგი მაჩვენებელია. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა გადმოვიდეთ იმაზე, რაც ხდება რეალობაში. და ერთ ისტორიულ მაგალითსაც მოვიყვან. საბჭოთა კავშირი ორი ნაწილისგან შედგება. ეს იყო სტალინის ეპოქა და სტალინის შემდეგი დროინდელი ეპოქა. სტალინის დროს მან სამხედრო ეკონომიკის ძალით გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში, იქ არ არსებობდა არც კერძო საკუთრება, იქ იყო არტელები, ანუ კოოპერაციის ნიშნები შეინიშნებოდა, ანუ ხალხს 4-6 მილიონი კაცი არტელში მუშაობდა, ანუ საერთო ბიზნესივით გააჩნდა, თუმცა შეზღუდული იყო, მოგება არ უნდა მიიღოთ იმაზე მეტი, რაც დადგენილი იყო. მაგრამ სტალინის დროს როგორ მიახციეს მათ ამხელა წარმოებას, ტანკების, თვითმფრინავების, საჭმელის და ყველაფრის და ამხელა ომი რომ მოიგეს, ხომ? იმიტომ რომ კონტროლი ეკონომიკისა იყო აბსოლუტური მაჩვენებლებით. ეკონომიკური მაჩვენებლები იყო გამოხატული რაოდენობაში. რამდენი ცალი კალამი აწარმოე. ეს კალამი რამდენს იწონის? რამდენი ხანი შეიძლება რომ ერთი კალამი გამოიყენო? ასე იყო ყველაფერზე, მანქანაზე და ყველაფერზე დანარჩენზე. და 40-მდე მაჩვენებლით კონტროლდებოდა, მათ შორის თვითღირებულების შემცირება. შენ რო შარშან ერთი კალამი აწარმოებდა და გიждდა ერთი მანეთი მაშინდელი და ეხლა რო აწარმოებდა მანეთნახევარი გიждდება, შენ შეიძლება ციხეში აღმოჩენილი იყავი. შენ უნდა გეშრომა რომ თვითღირებულება შეგემცირებინა კაპიკებზე ჩამოსულიყო. გაზრდილი იყო. და ეს მაჩვენებლები იყო ყველა ორგანიზაციისთვის. და იმდენად ჭკვიანურად იყო ეს ყველაფერი გათვლილი, რომ პროდუქციის ომის მერე პროდუქციის წარმოებით გაასწრეს ევროპას და ამერიკას. ამავე პროდუქციაზე ფასების შემცირება დაიწყო რეალური და ნამდვილი მართლა. ეს ხდებოდა სტალინის გარდაცვალებამდე. მერე დაიწყო მეორე ეპოქა. როდესაც ხრუშოვი მოვიდა, ეს უცოდინარი კაცი, ქართველების მტერი, მართლაც რომ უბედური ადამიანი საქართველოსთვის, ამ ადამიანმა ეს სისტემა შეცვალა, მოატყუილეს ამ დირექტორებმა, წითელმა დირექტორებმა, ეკონომიკის მაშინდელმა მაკროეკონომისტებმა და მოკლედ ეს მაჩვენებლები მან გადაიყვანა ფულში, მანეთებში. ანუ შენ კი აღარ ამბობ, რომ 1000 წელი კალამი ვაწარმოე, ასეთი ამ პარამეტრებით. არამედ შენ აწარმოე 1000 ლარის კალამი. მეორე წელს გეუნებია რომ ვაწარმოე 1200 მანეთის კალამი, მაგრამ რაოდენობა 1000 წელი კი აღარ იყო 800 წელი. რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ფასებით რო აჩვენებ, რომ შენ უფრო მეტი ღირებულებისა აწარმოე, შენ მიიღე რომ წარმოება გეზრდება 5 წლეულები და სისულელეები, ამით ჩაიხრჩო საბჭოთა კავშირი ამ უბედურებაში და დაინგრა დაიღუპა კიდეც. ახლა მოვდივარ ჩვენ საქართველოსთან. საქართველოში ხდება ხრუშოვის სტატისტიკით ხალხთან ლაპარაკი. ხრუშოვის სტატისტიკით გველაპარაკება დღეს ჩვენ მთავრობა. ისინი ჩვენ გვატყუილებენ. ისე რომ მაჩვენებელი თითქოს და სწორია. მართლაც გაიზარდა ერთიანი შიდა პროდუქტი, ასე შემდეგ, მაგრამ რითი გაიზარდა? ახლა მოვედი ამასთან. უმთავრესი ფაქტორები რა არის? გარდა რამოდენიმე დარგში წინსვლისა, იმ მშენებლობაში წინსვლა რატომა მაგას კიდე თქვენ ისიც მაგას ცალკე ვიტყვეთ კიდე, ხო? ცალკე ამბავია, ხო? ანუ ჩვენ შინაარსობრივად გავხსნით თითოეულ დარგს ხრუშოვის სტატისტიკით, რომ გველაპარაკება მთავრობა. და ანგრევს ამ საქართველოს უახლოეს საშუალოვადიან პერსპექტივაში რეალურად რა. შენ ახლა თუ ფიქრობ რომ არჩევნები წელს მოიგო, კი ბატონო მოიტყუილები. მე კიდე გინდა რომ მოიგო, კიდე მოიტყვა, მაგრამ 5 წელიწადში თავზე დაგენგრევა ყველაფერი, როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ისევე დაინგრევა საქართველოს რა. ახლა მოვდივართ კიდევ ესეთ მაჩვენებელზე. მე მშენებლობამდე რომელიღაც დარგი თქვი. არა, ჯერ მშენებლობას თქვით. ხო. მშენებლობა და კიდე რაღაცა თქვი, კიდე მანამდე რაღაცას ვამბობდი. კაი, იქითკენ იყოს. არა, წინსვლა გვაქვს მშენებლობაშიო და კიდე ხო, ნუ თქვა ტრანსპორტირებაში. რის ხარჯზე ხდება? ხო, მთავარი რა იყო? რის ხარჯზე ხდება, რომ ეს შემოსავლები იზრდება? თითქმის $1 მილიარდით არის გაზრდილი საქართველოს სავალუტო რეზერვები. ეს ძალიან დიდი უცნაურობა არის რა. ანუ ფული შემოდის. რა ფული შემოდის? ფული შემოსვლის ორი წყარო არსებობს. რომ აწარმოებს შენ საქართველოში და უცხოეთში გაგაგდა ყიდი
და მეორე, თუ შემოდიან ტურისტები, თუ გირიცხავენ შენგან წასული ემიგრანტები ფულს და ან თუ ხდება მსოფლიოში ან რეგიონში მოვლენები, რომელიც აქეთკენ გარკვეულ ნაწილ ფულს შემოედინება. აი ეს ფაქტორები ბოლო 3-4 წელიწადია ძალიან დიდია და ეს მარტო ერთხელ ხდება, ვეღარ გამეორდება. ეკონომიკა მიდის კრიზისისკენ, შეიძლება ითქვას, წარმოება ჩვენთან ეცემა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში მართლა ასეთი მდგომარეობა, მაგრამ პანდემიამ და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სესხების და თანხების შემოტანამ უცებ შემოიტანა ფული საქართველოში. ომმა უკრაინაში და რომელსაც რუსეთი აწარმოებს, უცებ შემოყარა რუსების ფინანსები, უკრაინელების ფინანსები და კიდევ სხვადასხვა რაღაცეები. ბლოკადამ, რომელსაც უწევენ სანქციების სახით რუსეთს გარკვეული პროდუქცია საქართველოს გავლით გაატარა და ამანაც დამატებითი რამ შემოიტანა, მაგრამ ჩვენ თუ ეკონომიკა გონია რომ ჩვენი ეკონომიკის საძირკველი ეს არის ომი რუსების უკრაინელებთან. ეს ომი დამთავრდება რომ შეიგნება, ან ერთი მოიგებს, ან მეორე და ან შერიგდებიან შეიძლება რომ მორჩეს. 2 წელიწადში იქნება თუ 8 წელიწადში არის, მაგრამ მორჩება. შენი ეკონომიკა ჩვენ რო დღეს გვაქვს ზრდა 7%-ისა ჩვენ უნდა გქონდეს ზრდა მინიმუმ 20%-ისა ამ 7% ჩათვალისწინოთ დამატებითი შემოსავლებია. ხალხი რა უცხოეთში ემატება და რომ გადიან. იმათ კიდე დარჩა და წათესავები. ასაკშია მშობლების ზოგის მეუღლე დარჩა და შვილები, ისინი ფულს აგზავნიან. მეტი ხალხი გავდით და მეტი ფული შემოდის კიდე უცხოეთიდან. ეს კიდევ მეორე დამატებითი წყაროა, მაგრამ ესეც გაჩერდება. ბოლოს ყველა რო წავა, აქ ვის გადმოურიცხვის ხალხი აღარ დაგრჩება. რა უნდა შემოვიდეს და მესამე ეს გამოუბედურებელი წყაროა კიდევ იმისა. შენ რომ მიადგები შენ მიწას და როგორი ახედა რომ ფული შემოგდის და 6 მილიარდს რო ელოდები არაბებიდან და რო არის იმათმა რა უნდა აშენონ იმ 6 მილიარდს მოყვება 10 მილიონი არაბი ჩამოსახლება საქართველოში. საქართველო დამთავრდება. და რა უნდა გვიხაროთ ჩვენ რომ კობახიძე იქნება პრემიერ-მინისტრი კიდე 3 წელიწად. რა უნდა ხელისუფლებას. დასასიხარულო ეგ არის, ხო? გაგვაკებინეთ ერთი რაში იღებთ იმ 6 მილიარდს, რა უნდა აშენოს? ვისთვის უნდა აშენოს? აი რა როგორ ფიქრობთ თქვენ? რა არის ეს 6 მილიარდი? 6 მილიარდი თბილისში და ბათუმში შენდება სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც ხალხი იცხოვრებს. ნაწილი იქნება სასტუმრო 10-15% და 80-85% იქნება საცხოვრებელი სახლები და ხალხი ზღვაზე და ამ სიმწვანეში 64-ში გადმოლენ და იცხოვრებენ. ხო, ოღონდ ქართველების საშუალება არა აქვთ. ქართველებს სადა აქვთ ფულის რო იყინონ გას. ამიტომ ეს ბინადმშენებლობას რაც შეეხება, ეს ფული შემოსავალია და მიწების გაყიდვა. ეს საერთოდ ხო ტრაგედია ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ახლა ამას აღარ გავაგრძელებ რა. რისი თქმა მინდა? ზრდა ეკონომიკისა მისი მთავარი ფაქტორი ეს არის დროებით მომხდარი სოფლიო თუ რეგიონული მოვლენები, რომელმაც წამოიღო საქართველოში ფინანსების საკმაო რაოდენობა. ამიტომ ჩვენ ეხლა უნდა ვილაპარაკოთ ნამდვილ დარგებში რა ხდება. და მე მოვიყვანა მაგალითებს ხალბატონო ნინო. რამოდენიმე დარგში არაუბედურება ტრიალებს. თუ რამე საკითხვა გაქვთ, მაშინ გავაგზავნეთ. ავიღოთ თხილი. დასავლეთ საქართველოს და კახეთის ერთ-ერთი მთავარი ხეხილია, რომელსაც შეუძლია ყველაზე დიდი სავალუტო შემოსავლები მოუტანოს გლეხებს და ფერმერებს. 10 წლის წინ, როცა მე ვმუშაობდი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, მაშინ ექსპორტი იყო 180 მილიონი დოლარის თხილი. წელს ბოლო წელს განმავლობაში ეს ციფრი ჩამოვიდა, განახევრდა 90 მილიონამდე. შემცირდა. ჩვენ ამაზე შეიძლება კიდე ცალკე ვილაპარაკოთ, ახლა რა ვახამის. რამ განაპირობა და უცოდინარობა. თავ გლეხმა ყველაფერი იცის, იმან ყველაფერი იცის, ან გლეხმა არაფერი არ იცის და აბა ჩვენ რა ვქნათ? აი ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლოზუნგი, რა ვქნათ? გლეხებმა არ იციან, ფერმერებმა გეგონა, მაშინ რომ არ იციან ქართველებმა. ამდენი კაცი უცხოეთში როგორ შრომობს? ტრისას ეგეთი ზარმაცები არიან და ზარმაცები არიან დღე და ღამე შრომობენ დღე და ღამე. მაგალითი. ამიტომ მე შეგვიძლია ვთხოვო სოფლის მეურნეობის მინისტრს, ახალ დანიშნულ მინისტრს. მე იმედი მაქვს ახალგაზრდა კაცია, კაცო და ხა ჯერ რასაც ლაპარაკობს მომწონს მაგალითად, მაგრამ ეს გააკეთებ ჯერ არ ვიცი, მაგრამ დაუსვას კითხვა თავის მინისტრის თავისივე მოადგილეებს. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მოვიტანდნენ ინფორმაციას, რომ ფაროსანა შემოფრინდა და ასე იყო. კი ბატონო, ფაროსანა აზერბაიჯანში შეფრინდა. მაშინ ჩვენ მესამე ადგილზე ვიყავით სოფლიოში თხილის წარმოებით. თხილის დარგი იყო, სადაც საქართველო იყო მესამე ადგილზე თხილის წარმოებით. პირველზე იყო თურქეთი, აწარმოებდა 9 მილიონს და მეც, მეორეზე იყო იტალია, აწარმოებდა 100,000 ტონას და მეც საქართველო იყო აწარმოებდა 50,000 ტონამდე. კითხოს, რატომ ხდება ეს? რა მოგვივიდა? რამდენს ვაწარმოებთ?
ეს ერთი დიდი უბედურებაა და ვერ აუხსნით იქ არც იციან მე და რა უნდა გავაკეთო ხას არც იციან რა უნდა გავაკეთო წარმოდგენა არ აქვს მაგას მე შემდეგ გადასემებში მოვყვები რომ თან ვასწავლო რა უნდა გავაკეთო მაგ სამინისტროში და ეს არის კიდევ მათ მეორე უბედურებაა რომ იქ რაც მე გავაკეთე მაშინ ჩვენ დიდი მეგობრის ცხონებული პაატა გოგუაშვილის რეკომენდაციით დარჩელში ავაშენეთ 600 კაციანი კოოპერატივი და სოფელი გახდა თავისი ქარხნის მფლობელი გააკოტრეს და გაანადგურეს ჩემი მე რო წამოვედი კოოპერაცია მოსპეს კოოპერაციის სააგენტოს გაანადგურეს და ამ თხილის წარმოებელი პირველი უზარმაზარი კოოპერატივი გაკოტრებული გდია და გასაყიდართან ამოგვიდება რატო იმიტომ რომ არიან უტვინოები არ იციან თუ პირიქით შეგნებულად იციან არა შეგნებულად ამაზე მუშაობენ ჩვენი იტალიელი კონკურენტები ფერერო რო შემოვიდა ფერერო ეკონომიკის სამინისტრო ამბობდა რომ ფერერო ინვესტიცია კი არა იტალია რო იყო მეორეზე დაგინახა რომ შენ მას შეიძლება დაწევოდი შემოვიდა იყიდა გარკვეული ფართობი მე იმ ფართობის დიდი ნაწილი გაყიდა და მთელი ეს გლეხობა ყველა საკონტროლებს რასაც უნდა აკეთებდეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკეთებს მაგას ფერერო რა ამოდებული ყავს ეს მთელი წარმოებლები თავის ქვეშ და აძლევს იმდენს ამდენს უნდა მისცეს მის ხელშია პრაქტიკულად ამის შესყიდვა კიდევ ქარხნებია კიდევ რაღაცეები და მოკლედ ამ ჩვენ გლეხებს ამყოფებენ ყმა მოჯამაგირის მდგომარეობაში რა ფერეროებიც და იმავე დროს როცა ესე იგი მაშინ ჩვენ გეგმა ქონდა უნდა მეორე ადგილზე გადავსულიყავთ ჩვენ ახლა ვიქნებით მე-16 ადგილზე აღარ შეემოწმებია თხილის წარმოებაში აზერბაიჯანმა გავგასწრო მაშინ აზერბაიჯანი თხილს არ აწარმოებდა საერთოდ რა და ეს 10 წელიწადში რაც მოხდა. აი ესე ნადგურდება დარგი და ამ კოოპერატივის განადგურების გარდა მთელი სისტემა უნდა ყოფილიყო ასეთი სავაჭრო ბირჟა უნდა ყოფილიყო თხილზე უკვე მარტო ამ თხილის ნაწილში შეგვიძლია ჩვენ სავაჭრო ბირჟის ოპერაციები დავიწყოთ გრძელი დიდი საუბარი ხა ერთ დარგს მე ძალიან გავყევი და არ უნდა გავყოლოდი მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდევ რა ხდებოდა აი მოყავს ჩვენ 50 ტონა თხილი და ამას ჭირდება 10 ქარხანა მაგრამ მუშაობს 15 ქარხანა უკვე წონასწორობა დარღვეულია მაგრამ 15 ქარხანა მაინც რაღაცნაირად ინაწილებდა ამ თხილის მიღებას ერთი რომ რაოდენობა უნდა გაზრდილიყო და კი არ გაიზარდა შემცირდა რაოდენობა თხილისა და ხარისხიც და მეორე მხრივ სახელმწიფო აწარმოებს საქართველოსი დააფინანსა თხილის გადამამუშავებელი ანუ სამტროებს და ვინც პროცედურებს გადის ქარხნების რაოდენობა კიდევ გრანტები გასცა და იაფის ესხები გასცა კიდევ ახალ წარმოებლებზე თხილის რაოდენობა შემცირდა და 15 ქარხნის მაგალითად ახლა გვაქვს 35 ქარხანა ესე იგი აი ეს არის უთავბოლობა უტვინობა უანგარიშობა ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს რა გითხრათ რა აი სრული გამოშიგვა რა ერთი კითხვა მაქვს აი მართლა მაინტერესებს სოფლის მეურნეობა რომ ფეხზე დადგეს სოფელი რომ ფეხზე დადგეს და სოფლის მეურნეობა რომ აი პაატა კოღუაშვილს მარადიული ქართული სოფელი მარადიულია ნამდვილად ხო ბატონ პაატას აქვს ასეთი მისაფლავზეც კი აწერია რა მარადიული ქართული სოფელი მართლა მაინტერესებს აი ის რომ დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობა არ აგვაქვს ეს რაც არის სოფლის მეურნეობის აღორძინებას ვერ ვუწოდებთ ეს უცოდინრობის უცოდინარობა თუ მე მიმაჩნია რომ ეს სურვილი არ არის უფრო მეტი უცოდინარობაა ქალბატონო ამათ ვინც ეხა დაენიშნეს მინისტრებად არაფერი ღირებული ცხოვრებაში ეკონომიკაში არ გაუკეთებიათ უნდა იცოდე შენ რა ხდება როცა დიდი გარდაქმნები მიმდინარეობს მთელ მიმართულებებზე არ აქვს ამათ გაკეთებული არ იციან არც ის არ იცის პრემიერ-მინისტრმა ამათ როგორ უნდა დაავალოს რა უნდა მოთხოვოს კაცო მოთხოვნაც უნდა შეკიდოში როგორ მოთხოვო მე ხომ ლაპარაკობ ამას რომ ჯერ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაუძახოს მოადგილეებს და ვისაც წევრები კითხოს ასოციაციას დაუძახოს აი მაშინ სხვანაირად დავსვა ძნელია სოფლის აღორძინებას არ არის ძნელი უმარტივესია გეტყვით ახლა როგორ უნდა მოხდეს ახლა კიდევ გადავალ მეორე საკითხზე მინდა რომ აი ეს თავისუფლების თემა ამოვწერო და გადავიდე მე საბაზროზე მე ხლა განვარტავ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა რას ნიშნავს თავისუფალი თქვი რომ ჩვენ თავისუფალი გონია თავისუფალი არ არის ეს თავისუფლება არ არის, ასე ხლა ხდება, რეგულაციების მოხსნა არ არის თავისუფალი, მოკლედ რა. მეორე, ღვინის წარმოება. ყოველ წელს გამოდიან და ჩვენ ვაწარმოეთ უკვე 200.000 ტონა ყურძენი, 250.000 ტონა ყურძენი, მართლა რაოდენობა იზრდება. არ ამბობენ და არც ახლა არ იტყვიან ამას, როგორი ყურძენი მზადდება. რა ფული იხარჯება სახელმწიფო ამ ყველაფერში? წელს განსაზღვრულია ხა მინიმუმ 50 მილიონი და რაც დარჩება გაუყიდავი ყურძენიო 50 მილიონი სახელმწიფო შეისყიდისო. კიდევ რაღაც ნაწილს სხვა ხარხნებში შეისყიდიან ამას ყველა. მოკლედ 100 მილიონამდე ყოველ წელს ფული იხარჯება რომ ის ყურძენი რომელიც ატომღაც აღარ იყიდება სახელმწიფომ შეისყიდოს. ამ 100 მილიონიდან აწარმოებენ მე 30 მილიონი სპირტს ის ყურძენი უხარისხოა.
რატოა უხარისხო? იმიტომ რომ სუბსიდირებას რომ აზრი გააჩნია ევროპა და ამერიკა სუბსიდირებაზე არიან და ნახევარი ტრილიონები აქვთ ევრო და დოლარი რომ სოფლის მეურნეობა ფეხზე იყოს დაკენებული. ჩვენთან სუბსიდირება უკვე გონება დაკარგულია სუბსიდირება ხდება საქართველოში. ასუბსიდირებენ გლეხებს, რომლებიც მაინც ძალაში გადადიან, უნდა აწარმოონ უკვე 10 ტონა კი არა 12 კი არა ჰექტარზე, 14, 15, 20 ტონა ყურძენი. ამ რაოდენობის ყურძნიდან ღვინო ვეღარ მიიღება. ამიტომ იწყება ისევ აზერბაიჯანიდან შედედებული ტკბილი ყურძნის ბექმეზი როქია შემოტანა და წყალში გარევა და იმის ღვინის გაკეთება საქართველოში. ამ უვარგის ყურძენს, ღვინისთვის უვარგის ყიდულობს თავრობა 100 მილიონს იხდის, რომ კახელებმა ქოქოლა არ დააყენონ და გზები არ გადაუკვეთონ, მაგისთვის დაარჩენებში რომ ხმა არ დაკარგონ კახეთში და ყოველ წელს 100 მილიონი იკარგება და პარალელურად უარესდება ყურძნის ხარისხი, ნიადაგების ხარისხი, შხამქიმიკატებითა გამოტენილი მთელი ალაზნისველი და მთელი კახეთი და ეს პროცესი გრძელდება რა. ეს მეორებუდურებაა. თხილში თუ არავინ არ ყავს სახელმწიფოს ორგანოს, ამაში მთელი ღვინის ეროვნული სააგენტოა, მთელი ცალკე ორგანიზაცია, თალკე სამინისტროა პრაქტიკულად რა. მაგრამ იმიტომ რომ ხალხმა კახელებმა ამათ რამე არ უთხრან, ესენი კი იციან, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ რომ 7 ტონაზე მეტი არ უნდა მოვიდეს ჰექტარზე. უნდა იყოს პოლიტიკური ძალა უნდა ქონდეს პრემიერ-მინისტრს. უნდა ხალხს აუხსნას და გააგებინოს, ამას მე კი არ ვლაპარაკობდე. ხალხო, ამ დღეში ჩაგვყარა ჩვენ ძველმა პრემიერ-მინისტრებმა, გახარიამ, კვირიკაშვილმა, კიდე ვიღაცებმა თქვი, ხო ამობენ ახლა ვიღაცები ვარ მოსვლა და დააბრალონ ყველას. სანამ თუ არის გამოაცხადეთ, სანამ თუ არის გადაარჩინეთ ჯერ ნიადაგები კახეთში, ალაზნისველი გრევა. რამდენი უნდა მოვიდეს მაგალითად? ჰექტარზე 7 ტონაზე მეტი საფრანგეთში არ შეიძლება რომ მოიყვანო. არ მოგცემენ უფლებას რომ შენ იქიდან ღვინო ჩამოასხა, კაცო. ის ღვინო აღარ არის მე კარგი. კარგი და ჩვენთან მოდის 25 ტონა, 20 ტონა. იმიტომ რომ გლეხი ცდილობს რომ რაც გლეხი ცდილობს რომ ოღონდ სუბსიდია მიიღოს თავრობისგან, რომ მინუსია გადავარდნილ ეს კაცი. 7 ტონაში უნდა იყოს ეს. აბა მაგაშია საქმე. აბა ასე რომ კახეთი ცარიელდება ქალბატონო ნინო. თვითონ რაჭა უკვე შეჩვეულები ვიყავით და კიდე მთიანია ხევსურეთი რომ ხალხი მიდიოდა რა. კახეთიდან ხალხი ხო არ უნდა მიდიოდეს არა? როგორი მიწაა ვარაქიანი ხო ყოველთვის რაღაცა მოდის. კახე ქართლის მიწები როგორია? ნუ კახეთი ყველაზე ასეთია, ყველაზე როგორ თქვა, დიდარი რეგიონია ამ კუთხით რა. ყველა მდიდარია საქართველოში, ამაზე კი არა ლაპარაკი, მაგრამ კახეთში ყველაზე მეტი მოგება შეგიძლია რომ მიიღო. და ამ დროს შენ კახეთიც გეცლება. კაცები აღარ არიან, ახალგაზრდა კაცები აღარ არიან იქ. რო ლაპარაკობენ ახლა ამ შემოდგომაზე ნახავთ პაკისტანელები დაკრიფავენ ყურძენს. აი ეს მდგომარეობაა. ახლა მივედექით კიდევ მესამეს. ის რაც დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ და შემდეგ გააგრძელა ოცნებამ საქართველოს წისქვილების განადგურება. საქართველოში ხორბლის წარმოებას აზრიც აღარ აქვს. დღეს ახლა გამოდიან პარლამენტარები, იქ მინისტრი იყო და მოკლედ დიდი ამბავია ყანათთან დადგენ. ბიჭო, ნუ ატყუილებთ ამ ხალხს. რო ამბობთ 200 ტონა ხორბალი უნდა მოვიდეს, თქვით რა ხორბალი მოდის, რა ყურძენი მოდის, რა ხორბალი მოდის და ეს არის არა წისქვილებისთვის, არა ერთგვაროვანი რომ წისქვილმა იყიდოს. ეს არის დაბალი წებოგვარის უხარისხო ხორბალი, უთავბოლო სასაცილე მასალისგან მიღებული, რომელიც კანონი მიღებულია, არავინ არ ყურადღებას არ აქცევს. ჯიშთა გამოსვლა მონგრეულია, მინისტრმა ახლა კაი რაღაცა თქვა რომ ჯიშთა გამოსვლა ყურადღება უნდა მივაქციო, მაგრამ რა ყურადღება უნდა მივაქციო, ინგრევა ყველაფერი. ეს ხორბალი ასე წარმოება არის ქათმის ფერმებისთვის განკუთვნილი. წისქვილებიდან იქ მიდის მინიმალური რაოდენობა. ამიტომ ხარისხოა ხორბალი. რა გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წლის ომში, 5 დღიან ომში დაინახეს რომ რკინიგზა გადაიკეტა, რკინიგზა აღარ შემოდის, დაინახეს რომ რაპორტი, რისპორტი და ომი არის, ამათ მარეცია რომ 5 დღეში ომი დამთავრდება, გონიათ რომ ჩვენი კორპუსები ჩამოვა იქიდან და ერთი ორი თვე მაინც ვიომებთო. ეგეთი წარმოდგენები ჰქონდათ. ჯერ ხო გამარჯვებას ელოდებოდნენ პირველ დღეს და მეორე დღეს და ეხლა კიდე ორ თვე სამ თვეს მაინც უნდა გაეტანან და 2-3 თვისთვის ფქვილი ქვეყანაში აღარ იქნებოდა. და ხორბა არ შემოვიდოდა. სასწრაფოდ მესამე დღეს გადარეცხეს 20 მილიონი დოლარი აზერბაიჯანში, რომ შემოსული იყო ფქვილი. მე ვიყავი რუსთავის წისქვილ კომბინატის ხელმძღვანელი, დირექტორი ვიყავი. და 2008 წლის ომის შემდეგ ვიყავი. მაგრამ როცა იქ მივედი წისქვილში სამუშაო დირექტორად, ხო? დამხვდა იმ 20 მილიონი დოლარის ფქვილი რომ შემოვიდა და წისქვილებს რომ დაურიგეს, ის ფქვილი არ იყო.
ფქვილი ერქვა, მაგრამ იყო ცემენტებით გაქვეებული, გამაგრებული რაღაცა მასა. და ჩვენ რუსთავში რომ იქიდან გვეწარმოებინა ფქვილი, ჩვეულებრივ ფქვილს ვაწარმოებდით და 3%, 5% იმ აზერბაიჯანიდან მოტანილ ფქვილსაც ვამატებდით, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადაგვემუშავებინა. და ხარისხი არ დაგვეგდო მაშინ. და აქედან ისე მოვახერხეთ ჩვენ რუსთავში რომ ეს ფული რაც შემოგვივიდა, სახელმწიფომ ფქვილი რომ ოქცო აზერბაიჯანული გადავიხადეთ. მაგრამ ფული ვერ გადაიხადა თავის დროზე. გორმა, ზეკაბანმა, კიდევ რამოდენიმე დიდმა ჩვენმა წესქვილმა ამ სტრატეგიულმა $1 მილიარდი ღირებულების წესქვილებზე ლაპარაკობის დარგი არის, როგორ გააკეთო, რაც ჩვენ გვაქვს $1 მილიარდი ღირებულებისა. ამიტომ დაიჭირეს გორის, იმის წესქვილების დირექტორები, გააყიდინეს ეს წესქვილები უცხოელზე უпроსორად. ეს ფული რო გაყიდეს ეს წესქვილის ფული, რაც მოუვიდათ, შეატაინეს თავისი, რაღაც ფონდებში და ამბებში და გამოუშვეს ციხიდან. ანუ ეს ხალხი დარჩა წესქვილების გარეშე და ეს წესქვილები ვინ იყიდა, იცით? იმ აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელსაც ჩვენ გადაურიცხეთ $20 მილიონი და რომელმაც ცემენტი გამოგვიგზავნა. და ეს წესქვილები უზარმაზარი ელევატორებით არის აზერბაიჯანული კომპანიის ხელში. და დღეს ჩვენ რო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არის აზერბაიჯანისა, კაცო. და ჩვენ რო დავიწყოთ თქვა ჭკვიანური პოლიტიკა აწარმოა სოფლის მიერ არ არიან მაგის წარმომავლები, მაგრამ აწარმოა და ვიღებთ მესამე კლასის ან მეოთხე კლასის ნამდვილ არასაფურაჟე ხორბალს, რასაც დღეს იღებენ, საფურაჟეა. ქათმისთვის არის ხორბალი. და მივიღოთ მართლა როგორი ხორბალიც უნდა მივიღოთ 23 წაბე გვარდ მოკრეთ ყველაფერით. ამ დროს რო შეინახო დიდი რაოდენობა რომ მიიღო რა, და ჩვენ გვჭირდება ის დიდი ელევატორები ჩვენ ხელში აღარ არის და ისევ მონურ მდგომარეობაში აღმოჩნდები უკვე აზერბაიჯანელებთან. და არ არის არავითარი საშუალება. საშუალებები არის, ახლა უბრალოდ მართლა ვერ მოსწავლ ყველა დარგზე ამის მოყოლას, მაგრამ ახლა მოვალ უკვე საბაზრო ეკონომიკასთან, რომ თქვენ კითხვასთან მოვიდე. მე ხა 3 დარგი დავახასიათე. როგორ ინგრევა 3 დარგი ბოლო 20 წელიწადში. როგორ ინგრევა? თხილი როგორ შემცირდა? ყურძენი რა ყურძენი მოდის? ის საღვინე ყურძენი არ არის. ღვინო სოფლიოში ხო ვიცით რომ ვინო, ვაინ და ეს ქართულიდან მომდინარეობს. რომ იცოდეთ ფრანგული ჯიში, ყველაზე ცნობილი ჯიში ფრანგული სოფლიოში როციან, სავინიონ ესე რო ქვია. იქ შედეს სიტყვა ძირი არის ვინ, სავინიონი, მაგრამ წინსართისა და ონი ისიც ქართულია. სავინიონის ქართული სახელია გარდა ვაინისა და ვინისა. რატომ? ეს არის ღვინ, საღვინე ყურძნის ადგილი, ონე ნიშნავს, როგორც ივერონი რო არის რა, ლაზონა, ივერონა, ონა ნიშნავს ადგილს. ესე იგი, საღვინე ყურძენზეა ლაპარაკი. ის სავინიონი, საღვინე ყურძენია. ჩვენთან საღვინე ყურძენი იწარმოება, მაგრამ ის მხოლოდ უკვე 50%-ია ჩამოსული. ჩვენთან რა თქმა უნდა ძალიან კარგი ხარისხის ღვინოები არის, მაგრამ 50% უკვე საღვინე აღარ არის. ამაში სახელმწიფო ფულს ცხრის, რომ კახელებმა ხმა არ მოიღონ. და გარდა ამისა კიდევ ერთი მაჩვენებელი მოიგითხეთ, ექსპორტზე ღვინო რაც გადის 70% რუსეთში მიდის, ისა ჩვენი ბაზარი მარტო. რომ ფასი, საშუალო ფასი კლებულობს ჩვენ დაბალი ღირებულების ღვინის სეგმენტზე შევდივართ მარტო. რატომ? იმიტომ რომ აღარ იწარმოება დიდ რაოდენობაში ღვინო ყურძენი, ისეთი ყურძენი, რომელიც კარგ ღვინოს მოგცემს. ახლა გადავიდეთ საბაზრო ეკონომიკაზე. კი, აი ხუთი დაგჭირდა. ოდესაც მოარღვიეს საბაზრო გადასახადები და ტრამპს ახლა მსოფლიო ამბავი აქვს ატეხელი თავის ეკონომიკა დაიცვას. რომ შევედით ამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, WTO-ში. ჩვენ აღმოვჩნდით ყველაზე დაუცველი ბაზარი ყველასგან. ყველა შეუძლია ყველაფერი შემოიტანოს, ჩვენ არაფერს ასეთ გატანა არ შეგვიძლია. ასეთ რაღაცას მოვაწერეთ ხელი. WTO-ში რო შევიდით, ამას მოვაწერეთ ხელი. გარდა ამისა, რო გავაფორმეთ ხელშეკრულება თურქეთთან მაგალითად, ან ჩინეთთან, ან ევროკავშირთან, DCFTA და რაღაცა. ეს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ხელშეკრულება რომ ქვია, თავისუფალი იმათვისაა. ჩვენთვის ეს არის მონური სავაჭრო ხელშეკრულებები. თურქეთში ვერ წაიღებ, ვერაფერს არ შეგატანინებენ. ვერც ევროპაში ვერ წაიღებ, რომც კონდეს, ესეთი არც არაფერი არ გაქრო წაიღო, მაგრამ რომც კონდეს, მაინც ვერ შეიტან. და ვერც აზერბაიჯანში ვერ შეიტან, ვერც სომხეთში ვერ შეიტან. შენთან ყველაფერი შემოაგდა, ამითი კლაუდ დარგებს. თავისთავად საბაჟო გადასახადი და სუბსიდია ეს მე რასაც ვლაპარაკობ არ გეგოდოთ რომ მაინც კარგია. ეს არის ძალიან ფაქიზი მექანიზმი, რომელიც სახალხო საჯაროდ უნდა გამოვიდეს და იყოს საუბარი მინისტრთან, მინისტრის მოადგილესთან, დარგის წარმომადგენლებთან, დაწონილი იმპორტიორებთანაც რომ ისინი არ გააკოტრო, იმიტომ რომ ჩვენ უთავბოლოდ რაღაცა გადაწყვეტილებების მიღებას არ გთავაზობთ თქვენ, მაგრამ ის რომ დაიცვათ ის დარგები მაინც ისი წარმოება შეგიძლიათ. განსაკუთრებით ხორბლის წარმოება და შემდეგ წისქვილები, იმიტომ რომ ეს სამხედრო სტრატეგიული დარგია.
ომის დროს 3 დღეში მშივრები გავხდები საქართველოში. პანდემიის დროს შიმშილობა დაიწყება. ჩვენი ხორბალი მარტო მომენტო უნდა გქონდეს, მაგრამ ჩვენ აშველებით ფქვილი შემოუშვა ამ აუცნებამ, კაცო. ნაციონალების დროს ფქვილი ვერ შემოდიოდა უცხოეთიდან, გარდა მაკარონის ფქვილისა. ეგეთი ფქვილს ჩვენ წისქვილი ვერ აწარმოებდა. ეს სხვა ხარიც იყო საჭირო. ფქვილი შემოუშვეს. შემოდის უზეციდან ფქვილი. წისქვილები გაყოტრების გზაზეა დაყენებული სულ ყველა. და იქიდან ფქვილი შემოდის. და იქიდან ფქვილი შემოდის. ფქვილი შემოდის, რომელიც არის ვერც გაიგებ რანაირი ფქვილია. აგა რაც იქ რო არ გამოიყენებენ სათავისოდ, იმ ფქვილს გვიყრიან ჩვენ. რიცია გამოჟღენთილი კაცმა რო არ იცის. და რამდენს ვიხდით ხალბატონო, იცი ამაში ყოველ წელს ფულს სახელმწიფო? არა. ჩვენ 300 მილიონ ლარს ვიხდით ფქვილის და ხორბლის შემოტანაში უცხოეთიდან. 300 მილიონი ლარი შენ შეგიძლია რომ ქართველმა გლეხმა, ფერმერმა, კომპანიამ საქართველოში მიიღოს, კაცო, ჩვენ ხორბლის სამშობლო საქართველოა, ღვინისაც და ყველაფრის სამშობლო საქართველო. ეხლა მითხრათ და დამარწმუნოთ რომ ეს კეთდება უტვინობით, თუ ეს კეთება შეგნებულად. უკვე უტვინობაშია გადასული. რომ მოიგამონ არიცია როგორ გავაკეთო ხალბატონონინა. კეთდება ეხლა ეს აი რა. შეგნებით ვეღარ ხდება, აღარ იციან რა უნდა გავაკეთო. ხო ვისნობს უყოლას კაცო რა. აღარ იციან როგორ შეიძლება მიწა გაყიდონ შეგნებულად. ეს კი იციან, მიწა რა უნდა გაიყიდოს. მაგრამ ყიდიან. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და ყიდიან ამას ყველაფერს. მაგრამ როგორ აღორძინონ დარგი, წარმოდგენა აღარ აქვთ. აქ გასაკეთებელია 10 ნაბიჯი. ხორბალი, ფქვილი, პურის ხადას ვერ უყურეთ მაღაზიებში, როგორ პურია კაცო. რა თქმა უნდა, მაგაზე ვილაპარაკი. კი ბატონო. ამას შეიძლება 10 სერიოზული რეფორმა, რომ ეს ყველაფერი სისტემაში მოიყვანო. მათ შორის საბაჟო გადასახადის ფქვილის შემოტანის აკრძალვაც 10-15% შეიძლება შემოუშვა, იმიტომ რომ ჩვენ 100% ხორბალს ვერ ვაწარმოებთ. შემდეგ ხორბლის წარმოებაში ხორბლის თესლის ჯიშთა გამოსვლის ჩატარებული იყო 3 წელი, ჩვენ გავაკეთეთ იქ რო ვიყავით და გაანადგურეს და მოსპეს. დაყიდეს ის მიწებისა და რაც კიდე მეგასაყიდი იყო. და აქ მიმდინარეობს ამისთანა საკითხები, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დარგების განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია. და ამის მოთავე ბრძანდება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ეს არის დღემდე ბენდუქიძის დაქვემდებარება, კაცი გარდაცვლილია რა. ბენდუქიძეს დაქვემდებარებიან დღესვე რა. როგორც რუსეთი პრაქტიკულად ისევ ლენინის ხაზს მიყვება და ლენინის მავზოლეუმშია, ჩათვალეთ ეკონომიკის სამინისტროს შენობა, ეს არის ბენდუქიძის მავზოლეუმი, რომლის თავზეც გამოდიან ხან ერთი ეკონომიკის მინისტრი, ხან მეორე მინისტრი, ახალი მინისტრი, ახალი მინისტრის მოადგილეები, გამოდიან და გელაპარაკებიან რომ შეუნა ვიყოთ ყველაზე თავისუფალი, ყველაზე დიდი ეკონომიკის ზრდით. ზრდა უნდა იყოს არა 7%, უნდა იყოს 20% საქართველოში. აწარმოეს შენი თხილი 500 მეორე ადგილზე რო გადახვიდე. 100.000 ტონას რო გადაასრო 500 თურქეთსაა. რატო ჩამოგიორდა დაბლა? არ იცი რა უნდა გააკეთო. წარმოდგენა არა გაქვთ. ფქვილს რატო შემოუშვებ საქართველოში რა უნდა მიიღო? ყურძენში რა ხდება რა უნდა მიიღო? ნუ ატყუილებთ ხალხს, მოგმართობთ მინისტრებს და ვთხოვ პრემიერ-მინისტრს. ახალ მინისტრებს ახლა კიდე მაინც რჩევას ვაძლევ ჯერჯერობით. 3 თვეში, 6 თვეში გავა ეს დრო. თქვენც ჩაითვლებით ისეთივე ადამიანებად, რომლებსაც წარმოდგენა არ გაქვთ რა უნდა გააკეთოთ ქართულ ეკონომიკაში, როგორ გაამდიდროთ ქართველები და როგორ ვიყოთ მომავალში პატივცემული სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს თავის ეკონომიკაზე და ამით თავის მოსახლეობაზე და ქართველებს. დიდი მადლობა ბატონო დავით, ცოტა დამიმძიმდა სული, იმიტომ რომ ასეთი არ ვიცი ეს უცოდინრობა, შეგნებული სიბოროტეა, ფაქტია რომ ზარალდება საქართველოს და ზარალდებით ჩვენ. დიდი მადლობა. საინტერესო მსჯელობის სიმართლისთვის ბატონო დავით და მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.